გამარჯობა ჩემო მაყურებლებო. იმედი მაქვს რომ ყველა ხართ კარგად. ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ დამეწყო ეს ვიდეო, იმიტომ რომ ყველა ვიდეოს ვიწყებ ერთნაირი სიტყვებით გამარჯობა ჩემო მაყურებლებო, როგორ ხართ? იმედი მაქვს რომ კარგად ხართ, ბლა ბლა ბლა, მაგრამ მაინც ვერაფერი ვერ მოვიფიქრე სხვანაირი დაწყება, ასე რომ აღარ მოგაბეზრებთ თავს და პირდაპირ გადავალ ვიდეოს თემაზე, რაც არის იდიომები, გამონათქვამები, ფრაზულიზმები და მაშასე. პირველი გამონათქვამი ჟღერს ასე: out of sorts. Out of sorts, რაც ნიშნავს კარგად არ ყოფნას, თავის კარგად არ გრძნობას. მაგალითად, honey, you look out of sorts. Is something wrong? ძვირფასო, რაღაცა კარგად ვერ გამოიყურები, ხდება რამე? Yes, კარგად ვერ გამოიყურები, არის ზუსტად you look out of sorts, okay? მეორე გამონათქვამი ჟღერს ასე: penny for your thoughts. რომელიც ძალიან კარგი გამონათქვამია და რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც ადამიანს ვეუბნებით, არ გინდა გამიზიარო შენი ფიქრები, ან არ გინდა გამიზიარო რას გრძნობ. ანუ როდესაც დავინახავთ, რომ ჩვენს მეგობარს უჭირს რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ თან ვერ ამბობს და ჩვენ ვეუბნებით ხოლმე ქართულად, რომ ვიდი, მომიყევი რაშია საქმე, მომიყევი გამიზიარე, აი ეს არის ინგლისურად penny for your thoughts. მესამე გამონათქვამი ჟღერს ასე: to lend an ear. Lend არის გასესხება, ear არის ყური, ხოლო lend an ear ნიშნავს მოსმენას. აი მაგალითად ნახეთ, I'm here to lend an ear if you need one. სიტყვით ეს ითარგმნება, რომ მე აქ იმისთვის ვარ, რომ შენ გასესხო ჩემი ერთი ყური თუ გჭირდება. დამთლიერებაში ეს ფრაზა ნიშნავს, რომ მე აქ იმისთვის ვარ, რომ მოგისმინო. Okay? ანუ აი ეს ფრაზა იქით ოთახში დააცემინეს ჯანმრთელობა. აბა ჯანმრთელობა როგორ არის ინგლისურად? Bless you. კი ბატონო. Bless you. Okay. არ ვიცი, გაიგეთ თუ არა ხმამა რა იქით ოთახში დააცემინებს. მოკლედ. Lend an ear არის მოსმენა. I'm here to lend an ear if you need one. ანუ აქ იმისთვის ვარ, რომ მოგისმინო. Okay? და ფრაზა ნომერი 4. და მე მგონი ეს კამერა ისე მოიხრიცა. Okay, ფრაზა ნომერი 4. Cry to cry over spilled milk. Milk არის რძე, cry არის ტირილი და to cry over spilled milk და spilled არის გადმოღვრილი. სიტყვით ითარგმნება გადმოღვრილი რძის გამო ტირილი. თუმცა ეს იგივე სიტუაციაში უნდა გამოვიყენოთ ჩვენ ინგლისურ ენაზე საუბრისას, როდესაც ქართულად ვამბობთ ხოლმე, რომ აზრი არ აქვს იმაზე დანაღვლიანებას და ტირილს, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით. აი, როდესაც ვამბობ, რომ რა აზრი აქვს, რომ ვიტი, რომ მაინც ვერ შევცვლი ვერაფერს, ანუ ჩემ ძალებს აღემატება ეს ყველაფერი, მე მაინც ვერ შევცვლი და რა აზრი აქვს ნერვიულობას და ტირილს, აი ზუსტად იგულისხმება ამაში, to cry over spilled milk. მაგალითად, I don't want to cry over spilled milk. ანუ არ მინდა ვიტიო ესეთი რამის გამო, რაც არ შეიცვლება, რასაც მე ვერ შევცვლი, რაც ჩემ ძალებს აღემატება, okay? To cry over spilled milk. ისეთი რამის გამო ტირილი და ნერვიულობა, რაც რისით შეცვლაც ჩვენს ძალებს აღემატება. და ფრაზა ნომერი 5 არის hit the mark. Hit the mark. Hit არის დარტყმა, mark არის ნიშანი, მაგრამ აი hit the mark ნიშნავს წარმატების მიღწევას. მაგალითად, I do my best but I can't hit the mark. ანუ ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, მაგრამ ვერ ვაღწევ წარმატებას, okay? I can't hit the mark. I hit the mark არის რომ იყო წარმატებული, რომ მიაღწიო წარმატებას. ანუ I do my best, but I can't hit the mark. ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ წარმატებას ვერ ვაღწევ. და ფრაზა ნომერი 6 ჟღერს ასე: to add fuel to the fire. რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც ცეცხლზე ნავთის დასხმა. და ზუსტად იგივე სიტუაციაში გამოიყენება, რა სიტუაციაში ამ ფრაზას ჩვენ ვიყენებთ. აი, როდესაც რაღაცა რთული სიტუაციაა, გაბრაზებული ვართ, რაღაცაზე ვსაუბრობთ, გაბრაზებით და ამ დროს მეგობარი კიდევ ისე რამეს იტყვის, რომ
გავცეცხლდებით ხოლმე რომ რა არის შენ კიდე ცეცხლზე ნავთს ასხავ? აი ზუსტად ეს არის ინგლისურად to add fuel to the fire. You are just adding fuel to the fire right now. ანუ შენ რა არის ცეცხლზე კიდე ნავთს მისხავ? Okay? ანუ კიდე მიმატებ, ისედაც ვერ ხედავ გაცეცხლებული ვარ, okay? To add fuel to the fire. ფრაზა ნომერი 7. To have butterflies in my stomach. Butterflies არის პეპელა, stomach არის კუჭი და to have butterflies in my stomach არის პეპლები რომ დაფრინავენ ჩვენს კუჭი. ანუ როდესაც ვამბობთ ხოლმე რომ აი ისევ ნერვიულობ რომ კუჭიც კი ამტკივდა. აი ეს ვარიანტია ინგლისურში ზუსტად to have butterflies in my stomach. მაგალითად I always have butterflies in my stomach when I see him. ანუ ყოველთვის ვღელავ აი მუცელში პეპლები დაფრინავენ, როდესაც მას ვხედავ. I always have butterflies in my stomach when I see him, okay? და მერვე ფრაზა არის to put someone on the spot. რაც ნიშნავს რთული კითხვების დასმას. Put არის დადება, spot არის ადგილი, მაგრამ to put someone on the spot ნიშნავს რთული კითხვების დასმას. მაგალითად, როდესაც მასწავლებელი გვისვამს ჩვენ რთულ კითხვებს. სიტყვაზე კლასში ყველას ადვილი კითხოს უსვამს, მაგრამ ჩვენ რატომღაც ყოველთვის რთულ კითხვებს გვეკითხება. ზუსტად ესე ვიყავი სხვადასხვა სკოლაში. ყოველთვის მეჩვენებოდა რომ ყველაზე რთულ კითხვებს მე მისვამდნენ. Okay, მაგალითად, I feel like the teacher puts me on the spot. I feel like the teacher puts me on the spot. მეჩვენება რომ მასწავლებელი სულ რთულ კითხვებს მისვამს. Okay? To put someone on the spot ნიშნავს რთული კითხვების დასმას. მეცხრე გამონათქვამი უკვე ასეთია to come to somebody's senses. To come to somebody's senses. Come ნიშნავს მოსვლას, senses არის გრძნობები, მაგრამ to come to somebody's senses უკვე ნიშნავს გონზე მოსვლას. აი ჩვენ რომ ვამბობთ ხოლმე რომ იმედი მაქვს რომ გონს მოეგები. ანუ როდესაც ვინმეს ვეუბნებით რომ არ არის ეგრე, სწორედ არ იქცევი, სწორედ არ ფიქრობ, სწორედ არ აკეთებ, იმედი მაქვს რომ გონს მოეგები და სხვანაირად მოიქცევი, აი ეს გონს მოგება არის სწორედ to come to somebody's senses. მაგალითად, I hope one day you will come to your senses. იმედი მაქვს რომ ერთ დღეს გონს მოეგები. I hope one day you will come to your senses, okay? იმედი მაქვს რომ გონს მოეგები. და მეათე გამონათქვამი არის ასეთი. To be on pins and needles. აი ახლა ნახეთ, pin არის კინძის თავი, needle არის ნემსი და to be on pins and needles სიტყვასიტყვით ითარგმნება რომ იყო კინძის თავზე და ნემსებზე. მაგრამ ეს გამონათქვამი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც რაღაცას ველოდებით და ძალიან ნერვიულობთ, იმიტომ რომ გვაშინებს აი ამ რაღაცის შედეგი, რასაც ველოდებით, okay? აი როდესაც ძალიან ვღელავთ, როდესაც სიტყვაზე უნდა გავიგოთ გამოცდის პასუხი, ტესტების პასუხი, სიტყვაზე რაღაცას აბუთების პასუხი, okay? როდესაც რაღაცას ველოდებით და ამ დროს ძალიან ნერვიულობთ და განვიცდით ამ რაღაცის გამო. მაგალითად, I'm always on pins and needles waiting to get my test results. ანუ როცა ველოდებით ჩემი ტესტების შედეგებს, ყოველთვის ძალიან ნერვიულობ. ანუ აი ეს to be on pins and needles ნიშნავს ძალიან ნერვიულობას. და ჩემო მეგობრებო, სანამ მე-11 ფრაზაზე გადავიდოდე, მანამდე მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ A1 A2 დონის ვიდეო მასალა და ასევე B1 დონის ვიდეო მასალა და ისწავლოთ ამ ვიდეოების საშუალებით ინგლისურის გრამატიკა, ასევე ლექსიკა სახლიდან გაუსვლელად თქვენით ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას მასწავლების გარეშე. რაც თავარია, ეს ვიდეოები აბსოლუტურად განსხვავდება ჩემი YouTube-ის ვიდეოებისგან და მეორე რაც თავარია, ამ ვიდეოებში მე ყველაფერს გიხსნით ისეთი დაწვრილებით, როგორი დაწვრილებითაც ვუხსნი ხოლმე ჩემს მოსწავლეს ინდივიდუალურ გაკვეთილზე. ასე რომ თუ გინდათ რომ მიმეცადინოთ ინგლისური სახლიდან გაუსვლელად თქვენით ნებისმიერ დროს, მაშინ თქვენ შეგიძლიათ რომ შეიძინოთ ეს A1 A2 დონის და ასევე B1 დონის ვიდეო გაკვეთილები და დაიწყოთ მეცადინეობა დღესვე. და კიდევ ერთი ძალიან კარგი პატარა სიახლე, თქვენ უკვე ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ აუდიო ფაილები
რომელშიც თქვენ შეგიძლიათ რომ მოვსმინოთ 1600 სიტყვას, რომლებიც თემატურად იქნება დალაგებული და ისწავლოთ ინგლისურის სიტყვები უკვე აუდიო ფაილებით, იქნება ეს ვარჯიშისას, სირბილისას, მანქანის ტარებისას თუ როცა მოგესურვებათ მოკლედ, იმიტომ რომ ეს არის აუდიო ფაილები, თქვენ უბრალოდ გაიკეთებთ ყურსასმენებს, მოусმენთ ჩემს ხმას, რომელიც სიტყვებს ჯერ გეუბნებათ ინგლისურად, შემდეგ უკვე ქართულად. თუ დაგაინტერესებთ ინფორმაცია ამ სამი კურსის შესახებ, შეგიძლიათ რომ გადახვიდეთ ვიდეოს ქვეშ დადებული ლინკებზე, სადაც მე დავდებ საარჩევებს, საცდელ ვიდეო გაკვეთილებს, ასევე ხშირად ასმულ კითხვებს და პასუხებს და თუ კი უკვე სხვა რამე დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდებათ, ან უკვე გადაწყვეტთ შეძენას, მაშინ შეგიძლიათ რომ დამიკავშირდეთ ან Facebook-ზე, ანაც Gmail-ზე და მეც არ დავაყოვნებ და ვუპასუხებ თქვენს კითხვებს. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ გამონათქვამებზე, რომლებიც უკვე უკავშირდება სიყვარულს და ურთიერთობებს. და ფრაზა ნომერი 11 ჟღერს ასე: to be together. To be together. რაც ითარგმნება როგორც ერთად ყოფნა. და ეს ფრაზა უნდა გამოვიყენოთ ჩვენ present perfect დროში. მაშინ, როდესაც ვამბობთ, რომ მაგალითად ჩვენ ერთად ვართ უკვე 5 წელია და ამ ერთად ყოფნაში იგულისხმება, რომ ჩვენ ერთად ვართ, ანუ ჩვენ ერთად ვართ როგორც წყვილი, ანუ ჩვენ ვართ უკვე რომანტიკული ურთიერთობაში უკვე 5 წელია. ანუ ეს შეიძლება თქვას წვილმა, რომელიც არის უკვე დაქორწინებული, ან წვილმა, რომელიც ერთად არის, მაგრამ დაქორწინებული ჯერ არ არის. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ we have been together for 5 years already. ჩვენ ერთად ვართ უკვე 5 წელია. We have been together და მე ვთქვი present perfect დროში for 5 years already. უკვე 5 წელია. მე-12. To see someone. To see someone ნიშნავს რომანტიკულ კვეტექსში, როდესაც ჩვენ ვინმეს ვხვდებით. აი მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ well, I'm not single, არ ვარ მარტოხელა, I'm seeing someone. მე ვიღაცას ვხვდები. აი ეს რომ მე ვიღაცას ვხვდები, არის I'm seeing someone, okay? See არის დანახვა, ნახვა, someone არის ვიღაცა, მაგრამ ეს ორი სიტყვა ერთად to see someone ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღაცას ვხვდებით, ანუ ამ ვიღაცასთან პაემნებზე დავდივართ, okay? და მე-13. Soulmates. Soul არის სული, mate არის მეგობარი და soulmates სიტყვით ითარგმნება სულიერი მეგობრები, მაგრამ აი ამ სიტყვას ქართული შესატყვისი მთლად ვერ ვუპოვე და აბა თქვენ შემოყურებლებო თქვენეული ვარიანტები დამიწერეთ თუ როგორ შეიძლება რომ soulmates გადმოვთარგმნოთ ქართულად. მე ვფიქრობ რომ soulmate-ის ყველაზე კარგი შესატყვისი ქართულად არის ის ერთადერთი, ან ჩემი მეორე ნახევარი, okay? აი ის ჩემი მეორე ნახევარია, ის ჩემი ერთადერთი არის, როდესაც ვამბობთ, აი ზუსტად ეს არის ინგლისურად soulmate, okay? მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ I'm sure he is my soulmate. ანუ დარწმუნებული ვარ, რომ ის არის ჩემი ის მეორე ნახევარი, ის ერთადერთი. მე-14 ფრაზა ჟღერს ასე: to get engaged. რაც ნიშნავს დანიშნვას. მაგალითად, we're ready to get engaged. ჩვენ მზად ვართ, რომ დავინიშნოთ. To get engaged არის დანიშნა. და მე-15 უკვე არის settle down, რაც ნიშნავს დამკვიდრებას, ოჯახის შექმნას, ვთქვათ სახლის ყიდვას, უკვე როდესაც გადაწყვეტ რომ დროა რომ ოჯახი შექმნა, შვილები გააჩინო, ჩვენ რას ვამბობთ ხოლმე ამ დროს? დროა რომ რისი დროა? დროა რომ მომავალზე იფიქრო, არა, რას ვამბობთ ხოლმე აბა ამ დროს დამიწერეთ, ანუ settle down ნიშნავს, როცა გადაწყვეტ რომ უკვე უნდა სტაბილურ ცხოვრებას მიჰყვე, ოჯახს უნდა მიჰყო ხელი, ცოლი მოიყვანო, გათხოვდე, შვილები გააჩინო, მოკლედ ხო, დამკვიდრდე. აბა დამიწერეთ ამ სიტყვის ქართული შესატყვისიც, თქვენ რას ფიქრობთ? მაგალითად, I think it's time for us to settle down. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის დრო მოვიდა, რომ უკვე დამკვიდრდეთ. ანუ უკვე იგულისხმება, რომ დროა რომ დავოჯახდეთ, შვილები გავაჩინოთ და მივყვეთ მოკლედ ჩვენს სტაბილურ ცხოვრებას, okay? Settle down. მე-16 ფრაზა ჟღერს ასე: to rush things. Rush არის აჩქარება, thing არის რაღაცა, ხო? და to rush things ნიშნავს დაჩქარებას, აჩქარებას. აი, როდესაც ვამბობთ, რომ კი ისინი ერთად არიან, კარგად არიან, ერთმანეთი უყვართ, მაგრამ არ ჩქარობენ. ანუ იგულისხმება, რომ არ ჩქარობენ ოჯახის შექმნას, okay? აი, ეს ზუსტად აჩქარება, ან პირიქით, არ აჩქარება, ოჯახის შესაქმნელად არის to rush things, okay? მაგალითად,
They don't want to rush things. ანუ მათ არ უნდათ რომ აჩქარდნენ. ანუ იგულისხმება რომ დაჩქარებით შექმნან ოჯახი ან მიიღონ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ურთიერთობაში. Okay? They don't want to rush things. ანუ არ უნდათ მათ აჩქარება, არ ჩქარობენ. და მე-17 to propose to რაც ნიშნავს ხელისთხოვნას. მაგალითად I was shocked when he proposed to me. ანუ შოკირებული ვიყავი, როდესაც მან მე ხელი მთხოვა. I was shocked when he proposed to me. და მე-18 to get to know each other well. To get to know each other well. ნიშნავს ერთმანეთის კარგად გაცნობას. მაგალითად წეღან რომ თქვი რომ they don't want to rush. ანუ ისინი არ ჩქარობენ. First, ჯერ თავიდან they want to get to know each other well. მათ უნდათ რომ ერთმანეთი კარგად გაიცნონ. They want to get to know each other well. მათ უნდათ რომ ერთმანეთი კარგად გაიცნონ. ანუ to get to know each other well ნიშნავს ერთმანეთის კარგად გაცნობას. და მე-19 ფრაზაში ხედავს ასე hit it off. Hit it off. რაც ნიშნავს ორი ადამიანის ერთმანეთის მაშინვე გაგებას, აი უცებ რო გაუგებს ორი ადამიანი ერთმანეთს, აი ეს არის hit it off. მაგალითად we hit it off immediately. ანუ ჩვენ ერთმანეთს ეგრევე გავუგეთ, okay? We hit it off immediately. ანუ ეგრევე გავუგეთ ერთმანეთს. Hit it off არის უცებ ორი ადამიანის ერთმანეთისთვის გაგებას. და ბოლოს მე-20 ფრაზა უკვე არის love at first sight. ერთი დანახვით შეყვარება. Okay? მაგალითად I thought it was love at first sight. მე ვიფიქრე რომ ეს იყო სიყვარული, ერთი დანახვით სიყვარული. მე ვფიქრობ რომ ეს იყო ერთი დანახვით სიყვარული. Okay? Love at first sight. ერთი დანახვით სიყვარული. სულ ეს იყო მეგობრებო დღეისათვის ის გამონათქვამები, რომლებიც მე მინდოდა რომ თქვენთვის მესწავლებინა. იმედი მაქვს რომ ეს ფრაზები მოგეწონათ, თუ მოგეწონათ, თხოვთ რომ ვიდეო და ლაიქოთ და ასევე გამოიწეროთ ჩემი არხი. ნახვამდის და ყველას წარმატებები. Bye bye!